Taks, ვაუ, რამდენი რაღაცის ყიდვა კიდე შეიძლება აქ. მეგრო მოგესწრეთ თქვენ არის საბადა არ გკავშიროს სამი და დღეს მოგეთ მეგრო მე მთელი დღე ვზივარ უკვე კომპიუტერთან იმის გამო რომ მე ვნახე რაღაც ძალიან საინტერესო საიტი. საიტი მეგრო მართლა ძალიან საინტერესო ყოფილა. აქ ძალიან ბევრი რამის ყიდვა შეიძლება. მეგრო წარმოიდგინეთ, აქ შეიძლება იყიდო ის, რაც არ შეიძლება იყიდო სოფელში და ასევე ის, რაც საერთოდ არსად არ იყიდება, თანაც ქალაქშიც კი მეგრო წარმოიდგინეთ. მოგეთ მე პრინციპში აქ უკვე შევუკვეთე ერთი პოსტა, კიდე 2 წუთის წინ პოსტაში მოგეთ იყო ალმასის ხმალი მე შევუკვეთე და სათევზაო ანკესი. მოკლედ, იმიტომ სათევზაო ანკესი მე დიდი ხანია რაც მინდოდა უბრალოდ ჩვენთან ძალიან ძვირი ღირდა და აქ მეგრობა ამ ყველაფერზე მე მივეცი სულ 5 ისმრუტი წარმოიდგინეთ. და აქ ცოტა წერია რომ პოსტა იქნება 5 წუთში და როგორ 5 წუთში როგორ მომიტანებენ. მოიცეთ, სოფელში არის ეს საიტი, მოგეთ მეგრო მართლა ეს საიტი ძალიან მაგარია და ძალიან საინტერესო. Так, და პრინციპში მე ახლა ველოდები პოსტას. ოპა. გონი მეგრო მე უკვე მომიტანეს ეს პოსტა. Так, მოით ოკეი, წავიდეთ და უკვე ავიღოთ და როგორც მეგრო მე მივხვდი ამ ყუთში ჩამიდეს ეს პოსტა და მეგრო წარმოიდგინეთ ეს პოსტა, ეს საიტი წარმოიდგინეთ მუშაობს ღამესაც ისეთ გრძელ მანძილზე როგორც არის ჩვენი სოფელი. ეს ჩემი ძალიან მაგარია რომ ასე სწრაფად და ასე ზუსტად ყველა პოსტას რომ ასე აგზავნიან. მოგეთ აბა სად არის და ვაუ მეგობრებო შეხედეთ მართლა ეს ალმასის ბრონი გაგიჟება. Stop. და სათევზაო ანკესი სად არის? მე ხო 5 ისმრუტი გადავიხადე. ვაუ რა ლამაზია. Так, stop, კიდე რაღაც წიგნია, მაგრამ სათევზაო ანკეს რაღაც არ ვხედავ. Так, რა არის აქ? დიდი მადლობა რომ გამოიყენეთ ჩვენი საიტი Minecraft-ში. ოკეი, ეს პრინციპში ეს გასაგებია. Так, stop. რა წერია? შენი სათევზაო ანკესი არის განლაგებული საწყობში. რას ნიშნავს საწყობში? იმ საწყობში? Так, მეგრო რაღაც ვერაფერი ვერ გავიგე. ვაუ, რა ლამაზი ბრონია, მაგრამ stop. საწყობში? Так, ну кай მეგობრებო, პრინციპში მოეთაბა წავიდეთ იმ საწყობში უბრალოდ. და რა შეიძლება მანდ იყოს საწყობში? საერთოდ რა უნდა მანდ კურიერს და ოკეი. მოეთაბა გავაღვი და მეგრო ეს რა არის? Так, stop. ჩავკადოთ უფრო კაგია. გაგიჟება ეს რა? სისხლი, დინამიტ. Stop, ეს ნამდვილი დინამიტია მეგობრებო. რა ხდება? Stop. Так, საერთოდ აქ არც ერთი შესაძლებელი კი არ უნდა შემოვიდეს. დინამიტი მეგობრებო ჩვენ სოფელში აკრძალულია უკვე დიდი ხანია. გაგიჟება. დინამიტის ხმარება შეიძლება მხოლოდ იმ დროს, როდესაც მერი ვარზე გაგიჟება. Stop. ეს რა არის? რაღაც წიგნი მეგობრებო. რა ხდება? Stop. არასდროს ცხოვრებაში აღარ შეხვიდი ამ საიტზე Minecraft-ში. რას ჭანდაბა? Stop, ეს სისხლია? არა მეგობრებო, იცით რა? წავედი ახლა ამ საწყობი, მეგობრებო, Stop. უთებით მოაშროთ. Stop, არა მეგობრებო. აქ აღარ შემოვა, იცით რა? უფრო კარგია ჩუმად რომ არავინ არ გავაღვიძო. ამ სოფელში მოგეცით რას ვიზამ ახლა წავალ სახში და გამოვიძახებ პოლიციას დროზე და უფრო კარგია რომ ახლა ავიღებ ალმასის ხმალს და ვიდგები უფრო კარგია გარეთ ვინც შეიძლება კიდე ვიღაცა მოვიდეს აქა. ისე მეგობრებო, ეს მართლა უკვე საქმე აღარ არის. მართლა უკვე უნდა გამოვიძახო პოლიცია. მოკეთ წავედი ახლა ტელეფონში გამოვიძახე პოლიციას და მერე დაგიბრუნდებით. მეგობრებო, მოკლედ უკვე მთელი ღამე არ მცინავს, იმიტომ მე მართლა უკვე მეშინია ძალიან რომ არავინ არ მოვიდეს, უბრალოდ სპეციალურად კომპიუტერი არ დავხურე. მოკეთ ახლა ველოდები პოლიციას უკვე 1 საათია რაც გამოვიძახენ და ვის სად არიან. პრინციპში ეს გასაგებია, მაინც ქალაქამდე 700 კილომეტრია. Stop, მეგობრებო, პოლიცია. Stop, მეგობრებო, ვიღაცამ დააკაკუნა და
პოლიციელო, რა კარგია მოხვედით, მოგეთ, მე მინდა მოგიყვეთ ერთი რაღაც საოცარი ამბავი, მოგეთ, მე შევიდი რაღაც რაღაც უცნაურ საიტზე, იქ მოგეთ გამოვიწერე ჩემთვის ალმასის ბრონი და სათავსო ანკესი. მოგეთ ეს ყველაფერი მომივიდა, მაგრამ მოკლედ გამაგზავნეს იმ საწყობში, საწყობი ჩვენთან არის განლაგებული სოფლის ბოლოს მარჯვენა მთისაკენ, მოგეთ, იქ გამაგზავნეს და იქ მოგეთ ყველაფერი იყო სისხლში და დინამიტი, მოგეთ, ყველაფერი იყო საშინად იქ სისხლი, დინამიტი, ყველაფერი ერთად. მართლა? მაშინ ახლა მათ შეეთის ადგილი და ჩვენ ეგრევე და მე ეგრევე გამოვიზახებ კიდევ უფრო მეტ ჯგუფს. Так, ახლა გაგშევთ, მოგეთ, წამოვყევით ახლა გამოდის აი ამ სახში, так, მოითმოგურებო დროზე, რა კარგია პოლიცია მოვიდა. Так, მოითმოგურებო, გავხსნა და სტოპ. და სად არის დინამიტი, ყუთი და სისხლი? აქ ხოდ ერთი წვეთია და სად არის დანარჩენი სისხლი? Так, მეგობრებო, რაღაც ვერ გავიგე. Так, стоп. ერთ რა სიგიჟია? Так, стоп. ერთ პოლიციელო, უკაცრავად. იქ ყველაფერი იყო სისხლში და ახლა რაღაც ყველაფერი გაქრა. იქ ყველაფერი იყო სისხლში, დინამიტით, მაგრამ იქ ხოდ ერთი წვეთი სისხლის დარჩა. და რა მხოლოდ ერთი წვეთი სისხლის გამო გამოგვიძახეთ? თუ შესაძლებელი არ ვიცი, ვიღაცა დავარდა, ვიღაცა მცხვირი გაიფუჭა, ნუ ყველაფერი ხო ნორმალურად არის. და ჯანდაბა, იქ ყველაფერი სისხლში იყო, მართლა გეუბნებით. ტაქს, ახლა მომისვეთ მე. იმის გამო რომ თქვენ ახლა გამოვიძახეთ მე, უბრალოდ შეიძლება ხუმრობისათვის, მე შეიძლება თქვენ მოგცეთ ერთის და კისრუდის ჯარიმა. მაგითაც შეიძლება მე ჯერ აღარ გამოგვიძახოთ, ნახავთ. და იომოიო დებილები, არაფერი არ ჯერათ, არაფერი არ ესმით. მეგობრებო, გაგიჟება, სად დაიკარგა ეს ყველაფერი? და იყო სისხლი, იყო დინამიტი, იყო ყველაფერი. სად გაქრა ეს ყველაფერი ერთი ღამის განმავლობაში? Так, მეგობრებო, რაღაც ეს უკვე ძალიან არ მომწონს. მე უკვე წასასვლელი ვარ სამუშაოზე, ინდო უკვე დილი საათია. მაგრამ ჯანდაბა, მეგობრებო, იცით რა საშინელება, ახლა წავიდე სამუშაოზე და ვიღაცა მოვიდეს. მეგობრებო, მე ახლა ვიფიქრე რომ არსად არ წავალ. ეს დღე არ აუშავს გავაცდენ ერთ დღეს სამუშაოს, ეს ძალიან პატივცემული ასე ვთქვათ საქმე მაქვს ახლა. მოკეთ იცით რას ვიზამ? დაველოდები ღამეს, სადღაც ღამის 11 საათს, ღამის 12 საათს, გამოვიწერ რამე ნივთებს აი ამ უცნაურ საიტზე, ამ საშინელ საიტზე და როდესაც უკვე მოვა კურიერი, მე ვეცდები რომ კურიერი დავიჭირო და გამოვიძახო ეგრევე პოლიციამ, ეს უკვე მართლა უკვე საშინელებაა. მოგეთ მეგობრებო, მე ახლა დავჭრდები და დაველოდები საღამოს, მანამდე მე კამერას გავთიშავ. მოგეთ მეგობრებო, უკვე ღამეა, მე უკვე გამოვიწერე ჩემთვის ახალი პოსტა. მე მოგეთ გამოვიწერე ლიმონათი, ხომ, უბრალოდ ლიმონათი და პრინციპში აქ უკვე მიწერს რომ უკვე მომიტანეს ასე ვთქვათ ჩემი პოსტა და იომოიო, ეს ყუთი ნეტავი საიდან და როგორ ახერხებს კურიერი ასე მალე გაქცევას და ნუ რასაკვირველი აქ ლიმონათი არ არის, აქ არის რაღაც წიგნი, მგონი ისე გამაგზავნიან რომელიმე საწყობში, ან სადღაც მაგალითად ტბისკენ, ან რაღაც ასე, так, რა წერია აქა? Так, стоп. Так. შენ უნდა მოხვიდე, თუ შენ გინდა აიღო შენი ლიმონათი, შენ უნდა მოხვიდე ტყეში, რომელიც არის ახლოს შენს ადგილმდებარეობასთან. Так, მეგობრებო, აი ტყე უკვე საერთოდ არასასაცილოა. Так, მეგობრებო, გამოის ამ კურიერმა, დამაარსებელმა ამ საიტის მითხრა რომ так, стоп, მოეწერეთ. არა, წიგს მე არ წავიღებ თან. მე თან იცით რას წავიღებ? უფრო კარგია მე ავიღებ ხმალს. Так, მეგობრებო, უფრო კარგია წიგნი დავდოთ და ავიღებ უბრალოდ ხმას. მეც პრინციპში არც კი არაფერი არ მჭირდება. კარგია მეგობრებო, ახლა მალე უკვე უნდა წავიდეთ, так, მაგრამ რომელ ტყეში? ტყე ჩვენთან არის იქაც და იქაც, მაგრამ ყველაზე მთავარი ტყე პრინციპში იქ არის. მეგობრებო, პრინციპში წავიდეთ უკვე მთავარ ტყეში, იმიტომ რომ მართლა ეს უკვე არანორმალურია, მართლა ის რასაც აკეთებს. მაგრამ ჯანდაბა, ეს ტყე იცით რა მხელაა? ეს ტყე გრძელდება კილომეტრებით, წარმოიდგინეთ. და იომოიო, რაც ცივი წყალია.
Так, მოით მეგობრებო, ახლა წავიდეთ. იმიტომ მართლა მეგობრებო, ახლა კურიერი უნდა დავიჭირო და უბრალოდ так, стоп, მეგობრებო. ეს არის ის ყუთი? Так, ё-моё, მეგობრებო, რა ხდება აქ? Так, სახლს არავინ არ არის? Так, მგონი არა. გაგიჟება, შეხედეთ მეგობრებო, ისო სისხლია, так, стоп და Стоп, ё-моё! Стоп, რა არის? ეს ნამდვილი ადამიანისა. მეგობრებო, ეს ხელოვნურია. გაგიჟება, იცით როგორ შემიშინდა, так, стоп. დინამიტი და стоп. ეს არ არის ლიმონადი. ეს შხამიანი სასმელია, ეს ვიცი რაც სასმელია. Стоп, მეგობრებო, ეს უკვე მართლა საშინელი საიტია. გაგიჟება. ამას მართლა არ მოველოდი ამ საიტისაგან. მეგობრებო, რასაკვირველია, ასეთ სასმელს უბრალოდ ვერავითომ უფრო კარგია მოითიცით რა გადავაგდოთ და всё, მეგობრებო, აქ უკვე აღარაფერი დინამიტს სასაკვირველია უკვე აღარაფერი. ё-моё, так, стоп, გაჩერდი, стоп. შენ ვინ ახარ? ანუ დროზე მითხარი და რა შვები ასე გვიან ამ ტყეში? Sava, სეციცადი რა შენ მოხვიდოდი ამ ტყეში. მე ვარ დამაარსებელი ამ საშინელი საიტის და შემგონი გეკითხება ერთი კითხვა. თუ რატო შეგვენი ეს საიტი? ყველაფერი ადვილია. ეს მე შეგვენი იმისათვის რომ მოვკლა ადამიანები. კი, მე არ ვარ დამაარსებელი საიტის, მე ვარ ნამდვილი მკვლელი, რომელიც სულ ასეთი იაფი-ფასებით სულ ასე ვთქვათ ვიზიტავ ადამიანებს და მე ვკლავ ჯგუფებად ასე ვთქვათ და შენ ხარ შემდეგი. ანუ მოდი აქა. Так, დროზე მეგობრებო, стоп, დროზე მეგობრებო, წავიდეთ აქედან, ჯანდაბაში, всё. Так, ის ძენკი ჯანდაბა მეგობრებო, რატომ არ მოვკალი? დროზე იმედი არ მოსეს, так, დროზე მეგობრებო, იცით რას ვისამ ახლა დროზე სახლში ჩავეკიდები და გამოვიძახე პოლიციას უბრალოდ, მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყველა ვიდეოს ბოლომდე. თუ მოგესწრებთ და ლაიქეთ, თავარია იმედია ის ძენკი არსად არ წავა და დროზე უნდა გამოვიძახო პოლიცია. ნახვამდის.